ყველას მოგესალმებით, ბედნიერ და კარგ დღეს გისურვებთ, რა თქმა უნდა და წარმატებას. ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ყველაფერს იმსახურებს და ვინც არ იმსახურებს კიდე დაემსახურებინოს. თემა, რომელზეც მინდა ვისაუბრო, მარტო საქართველოსი არ შემოიფარგლება. ანუ ესეთი სიტუაციაა, ესე იგი, ხალხი, რომელიც მაგალითად ცხოვრობს გინდ საქართველოში, გინდ ევროპაში, არა აქვს მნიშვნელობა ამერიკაში თუ გინდა და კიდე სხვა რეგიონებში, სადაც მათ აქვთ, ანუ საშუალება იცხოვრონ. მარტო ქართველებზე არ ვამბობ, რა თქმა უნდა. მე ვისაც, ანუ ამბამდე სანამ მივალ, ის მინდა დავაკონკრეტო, რომ არის ხალხი, რომელიც მაგალითად სადაც ცხოვრობენ, იმ ადგილს ვერ იტანენ, არ უყვართ. ლანძღავენ, სულ აი რაღაც დაძაბულ მდგომარეობაში არიან, რომ აი რატო ვართ აქ და რატო ვართ ესეთ მდგომარეობაში და ფურა ნაგავია და თავისი შეგინებებითაც და ასე შემდეგ. ესე იგი, სანამ ანუ უკრაინიდან უკვე მომიწია წამოსვლა და ცხოვრობ ევროპაში, სხვადასხვა ქალაქებში მომიწია გაჩერება, შესწავლა, თქვა, სად შეიძლება, სად დავრჩე, თქვა და ასე შემდეგ. რუსებს ხვდებოდი ხოლმე რა უმეტესად და მათ არ ვეუბნებოდი რომ უკრაინიდან ვიყავი, იმიტომ რომ დიალოგი მინდოდა სპეციალურად რომ გამება ადამიანთან, რომ გამეგო რომ აი მართლა ეს პროპაგანდის ნაწილია ის მაგალითად ის ბლოგერები, რომლებიც მაგალითად ევროპაში ცხოვრობენ, უკვე 20 წელზე მეტია ბატონო და ევროპის ლანძღვისმეტს არაფერს არ აკეთებენ რა. ასევე სხვათა შორის რუსი პოლიტიკოსები პროპაგანდისტები, ბატონო, იქ არ უნდა იმას სოლოვიევი, მარგარიტა სიმონიანი და ასე შემდეგ. სოლოვიევი მაგალითად კაცი, რომელიც იტალიაში ქონდა ვილა და გადაუწვეს ეგ ვილა, მისი შვილი აქ არის გათხოვილი. სხვათა შორის, კაი ოჯახმა ჩაიბარა, ბიჭია ოღონდ. გოგო კი არ გეგონოთ. ხო, და ხორცილის გადაუხადა ოფიციალურად და ტიპს არ შერცხვენია, რომ ინსტაგრამზე და იმაზე თავის ოფიციალურ გვერდზე დაედო ეს ყველაფერი. ხო, ევროპამ გახსნაო ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ეს რუსი მოდელი იყო და მე ხო ააწყო ესეთი ურთიერთობა, ბედნიერებას ვერ უსურვებ, იმიტომ რომ ჩემთვის ახლა ეს LGBT თუ LGBT ოჯახები არ იწვევს რაღაცა იმას რა. ბედნიერებას ვერ უსურვებ, რა ვიცი ხა. ეგ თავიანთი საქმე არის. ოღონდ იმ პრინციპითაც არ ვცხოვრობ, მე არ შემეხო და მე არ შეგიხები. არა, უბრალოდ მე ჩემს ვაფიქსირებ ახლა. იმისთვის თუ თქვათ მიუღებელია თქვათ ჰეტეროსექსუალი, ჩემთვის მაგალითად LGBT არის მიუღებელი. ეს სხვა თემაა, მაგრამ ეხლა უყურეთ რა ხდება. აბსოლუტურად ყველა პროპაგანდისტი და პოლიტიკოსი აქ სახლი აქვს, ბიზნესები, მაგალითად სერგეი ლავროვი, რომელიც გვარგადანაკეთების სომეხი ავლაბრიდან, ბატონო. გვარგადაკეთებაზე არ არის, უბრალოდ რატომ ალავს ეს კაცი, ეს არის საქმე რა. და აი რაღაცა ტიპობს, კოსტუმი ჩაიცვა, რაღაცა ბანანს აღარ ჭამს. ხო და აი მისი შვილიც მაგალითად, ხო, სულ აი ლანძღვაში, ევროპა, ამერიკა, ინგლისში და ამერიკაში ქონდა ბიზნესი. რომელიც ხომ მე დაუხურეს ბატონო და ეხა არ ვიცი რა სტრალიშვება, შეიძლება ავლაბარში რაიმე პონჩიკი ან საშაურმე გახსნან. შეიძლება. ესე იგი, ძალიან შორს ვარ წავიდეთ, აი ამ რუსებთან მაქვს მე კომუნიკაცია, ვლაპარაკობ, საუბრობ, ვეუბნები რომ ვარ საქართველოსდან ბატონო, მაინტერესებს უბრალოდ, აი თუ შეიძლება რომ გერმანიაში დავრჩე მეთქი. ესე იგი, ამ რუსის პასუხი. რამოდენიმე რუსია იქ, ერთი კი არ არის, სამუშაო ადგილზე ვარ რა, ანუ სადაც ისინი შეიძლება მუშაობდნენ. უსაზიზღრესი ხალხი არისო. მსგავსი დონის დამპალ ხალხსო, ნუ რა თქმა უნდა იქ რუსული მატებიც, ანუ უზდელური სიტყვებიც დაამატეს. მსგავსი დონის დამპალ ხალხს ვერსად ვერ ნახავთო რა და არ გირჩევთ ახ ცხოვრებასო, აი არ ვიციო რა და აი როდის აი წავალთ ახედან ერთი სული გვახვდა. რამდენი ხანია აქ ცხოვრობთ მეთქი და მე 20 წელიაო უკვე ახლა ვარ. ჯვარ მომითმინა რა, ეხა ამ უკრაინიდან ნამგზავრი 12 დღე რო გზაში ხარ. და ათენებ მანქანაში გძინავს რა, ვერსად ვერ გადახვალ, ყველგან აი ან ის არის, ან რაღაცა ხდება და ასე შემდეგ. ამ თემას მე მოვყვები სხვა დროს. მე ვთხარი 20 წელი როგორ ცხოვრობ იმ ადგილას, რომელსაც ვერ იტან მეთქი. როგორ ცხოვრობ მეთქი. წადი რა რუსეთში დაბრუნდი მეთქი რა. გაჩვენებული მისმენდა და იყურებოდა. რა თქმა უნდა, აგრესია კი არ დავანახე, რომ ეხა თავს დაგესხმები და რაღაც. რატო ლანძღავ, რატო ხარ რა, ხო? მერე ბელგიაში იგივე სიტუაცია. კაცებთან არ ვლაპარაკობ, იმიტომ რომ კაცების უმეტესობა ამ თვრალი არის, ან კიდე არაადეკვატური არის რა, რაღაცა ვერ გაუგებ, მარცხენა, მარჯვენა, აი ვერ გაიგებ რა უნდა. რაღაცა ხო შეიძლება ლაპარაკში იმდენად განაღლდეს უცხო კაცს, შეიძლება შეურაცხყოფაც მოგაყენოს და მერე უკვე სხვა რაღაცები უნდა მოხდეს.
თან აგრესია დაგროვილზე და ბელგიაშიც იგივე. ნაგავიო, კაცო, საზიზღარიო, აი არ ვიციო რა. რამდენი ხანი ცხოვრობ? 15 წელი ბატონო. ლუქსემბურგი. ყველა აქებს ამ ქვეყანას, რა ვიცი, ჩინელების გადარეულები არიან, თავიანთი საბანკო სისტემა დასვეს პირდაპირ და ხო, მეფეს უნდა ეპათხალიმო ეხლა, რომ მეფის სურათი მაცივარზე ან სადმე გამოკრული უნდა ქონდეს და უნდა გიხაროდეს. ესეთი რაღაცა თქვა, რომ აი მე 13 წელია ვაქვს ცხოვრობ, დედაჩემი წამოვიყვანეო იქ რაღაცა ოპერაცია დაჭირდაო, აქ არაო და საფრანგეთში დაგვიფინანსესო და საფრანგეთში გავუკეთეთ ოპერაციაო რაღაცეებიო და მარაო ისო, რა ქვია, ჩემ რუსეთს არაფერი არ ჯობიაო. წადი მე რუსეთში მეთქი, რა გინდა აქ? ისე უბრალოდ. აი აქ ცხოვრობ და იმაშვები, გენატრება ისა რუსეთი. წადი ბიჭო, იცხოვრე იქ, ან მეორე თქვი. მადლობა მაინც თქვი. აი მადლობა ამ ქვეყანას, რომ ხელი შემიწყო და თქვათ ფსევდო პატრიოტივით თქვი, რომ მე მირჩევნია ჩემი ქვეყანა მენატრებოდეს, ვიდრე ჩემ ქვეყანაში ცხოვრობდე და ევროპა მენატრებოდეს. რაღაც ესეთი იუმორნარევი, რაღაცა თქვი, ხო? არა, აი პირდაპირ, ჰოლანდიაში ბატონო. ხო, ამინდები ჩემთვის მაგალითად მიუღებელია. წვიმა არ მიყვარს რა ეხლა. წვიმა მიყვარს, რომ დავთესავდი რაღაცას და წვიმა რომ მოდიოდა, ხო, წყალი აღარ მქონდა ბედროებით სათრევი იმაში, ჩემ მიწაზე რა, სადაც სახლი მქონდა რა და ეს ამ შემთხვევაში მიღებულია, მაგრამ სულ წვიმა რაღაცა დილით წვიმა, შუა დღეს წვიმა, საღამოს წვიმა, ღამეთ ქეში, რა ვიცი, ერთი ამბავია რა და ჰოლანდია რა მაინც ქვეყანა, რა ვიცი, სისუფთავე ნახე რომ ქუჩაში ბევრი ადამიანი არ ეწევა ბატონო, ველოსიპედმა სამტრედია გამახსენა. ხო და ესეთი რაღაცეები და იქაც რუსი, რა თქმა უნდა რა, ნაგავი, აი საზიზღარი ხალხი, ის არის რა ქვია, მას სკდებიან ყავისმით, გაწყდა მაგათი გოქი და აი ესეთი რაღაცეები და აი ფიქრობ რომ აი რა უნდა ამ ადამიანს ამ ევროპაში. თუმცა დააგდო სარატოვში იმაში რა ქვია არხანგელსკისკენ და იყოს იქ და всё დამთავრდა ლოთობაში გალევს თელ ცხოვრებას რა. ძლივს ნახა რაღაცა ბრენდის ტანსაცმელები რაღაცეები და კიდე დგას და ლანძღავენ. აი არ მესმის უბრალოდ რა და სხვადასხვა შორის რატომ ამბობ ამას რომ რუსი ბლოგერების უმეტესობა ზუსტად ამას აკეთებს, ლანძღავენ ევროპას, ევროპაში ცხოვრობენ, ლანძღავენ ამერიკას, ამერიკაში ცხოვრობენ. რა გინდა იმ ქვეყანაში თუ არ მოგწონს იქ? წადი რა, დაბრუნდი შენ სახლში და всё დამთავრდება რა. იმიტომ რომ უმეტესობა ადამიანი ილანძღება რა. ან მეორე კატეგორია არის, მაგალითად არ ილანძღება, მაგრამ არ მოსწონს, მაინც რაღაცა რუსეთი ურჩევნია, მაგრამ რუსეთში არ მიდის საცხოვრებლად რა. ხო, რამოდენიმეჯერ იყო უკრაინელებზეც მეთქვია, რაღაცა დაუწყიათ აქ რომ ისო, აუ როგორ გვექცევიან რაღაცა, ბიჭო, როგორ გექცევიან კი არა, მადლობა თქვი, რომ თავზე ჭერი არ გენგრევა და იმის რა ქვია, შახედი ან ბომბა არ გეცემა თავზე რა. ხო, და მე რომ მიხვედრილან რაც უთხარი, ხო, ზოგი გაჩერდა, ზოგი არ გაჩერებულა, რაღაც ბუზგუნი დაუწყია და წასულა რა. ხო, და ამიტომ ამბობ, მე მაგალითად ქართველების მინახია ესეთი ინტერნეტ სივრცეში. რომ აი საზიზღრები გარყვნილი ისიც ბიჭო, წადი მე სახში რა გინდა ახთო? რა გინდა? და რას ანახებ, ანუ ვინც გისმენს, იმ ხალხს აჩვენებ, რომ აქ არ წამოხვიდეთ, მე ვიქნები, მე ავიღებ ჩემ თავზე ამ წვალებას და თქვენ დარჩით საქართველოში? მე პირიქით გეტყვით, კაცო. სანამ წამოხვალთ კომუნიკაცია გააკეთეთ ბატონო საელჩოსთან, აიღეთ აბსოლუტურად ყველა ის საბუთი, რაც საჭირო არის. და რაც იდეები მაგალითად ვერ განახორციელებთ ბატონო და ვერ მიეცა გაგრძელება საქართველოში, აგერ წამოდით აქ ბატონო და აქ ევროპაში კი ამერიკაში წადით თუ გინდა. სადაც თქვენ გული გაგიწევთ, იქ წადით. და ღმერთმა ხელი მოგიმართოთ და აგაწყობინოთ ცხოვრება. საქართველო რა იმით ხაზებითაა შემოფარგლული თუ რა, ან მეორე კუთხით შევხედოთ. თუ ქრისტიანი ხარ, წამს ღმერთი ბატონო და იცი რომ აქაური ცხოვრების შემდეგ იქ სასუფეველში იცხოვრებ, იქ არ არის ბატონო სასუფეველის შესასვლელთან დროშები არ კიდია. არც იმის საელჩოები არ არის რომ ვიღაცამ განიხილოს შენი ისა რომელი ეროვნების ახლა რაღაცა. კი არიან ვიღაცაები მაგალითად სასულიერო პირები. მსგავსი მომისმენია ბატონო რომ იძახიან რომ მოკვდებიო. იქო გეკითხებიანო ქართველი ხარო და რო ეტყვიო კიო და ისო შედიო რა.
აი ესე შედიო 64-ში შეგიშვებენ რა პირდაპირ იქ რახან ქართველი ხარ და იქ ახლა მე უბნების დეტალიზირება თუ წავიდა იქ ნახალოვკა ოქროზუბანი დიდუბე რა მე აი ეს უკვე ცენს გიმატებს ვერ რაღაცა ეს უფრო თაწმინდა ეს უფრო მაღლდები ამიგი უფრო მაგარი იმით შედიხარ მე ესეთი კუთხით ვამბობ რომ მე მაგალითად პირველი საქართველოსდან რატო წამოვედი ეს იყო გარკვეული პრობლემები რომლებიც მაგალითად შემექმნა ოღონდ ანუ ვიღაცა კი არ ჩავაგდე პრობლემაში და გამოვიქეცი არა პირდაპირ ვიტყვი გასულ მე წამოვედი საქართველოსდან იმიტომ რომ მე ვერ ვნახე ჩემს ირგვლივ იყო რამოდენიმე ადამიანი ვისაც თქვა ჩემი სიმართლეზე ჩემი პრობლემის ჯეროდა და ამბობდა რომ კი ეგრეა ძმაო მაგრამ ნუ რას ვიზავთ ხო სოციუმი ირგვლივ ხალხი უმეტესობა მაგალითად ხო მე არ მომწონდა რა ეს არც ჩემთვის ეს გადამეტებული სუფრების მიუღებელია ბატონო მეც ვსვავდი ბატონო და ხო თრობის დამოკიდებულებაში ყოფილვარ მაგრამ მე მივხვდი რომ ეს რა ჯანმრთელობას ვიკლავ არც მაგალითს ვიძლევი არაფერს არ ვაკეთებ აი ვზივარ რა უბრალოდ იქ რაღაცა მინდოდა გამეკეთებინა ვერ გავაკეთე ბატონო არ გამომივიდა მე რა ხო საცხოვრებელი სახლის დაკარგვა ის 1000 რაღაცეები რა რომელიც არ მინდა ეხა მოვყვე და ის რაღაც იმის სატირალი თემა გავხადო არა უბრალოდ მე ჩემ ირგვლივ ვერ ვნახე ის ხალხი რამოდენიმე ადამიანის გარდა რომელთან ერთადაც მე შემეძლო თქვათ მეცხოვრა თან იმასაც არ ვიტყვი ეხა რომ გელი ვარ რომ იმ ჯგუფებში უნდა ვიცხოვრო და ან კიდე იმასაც არ ვიტყვი რომ აძინოკი ვოლკი ვარ ეხა და საერთოდ ეს მიმდინარეობები და ისინი ხო საერთოდ არ მაინტერესებს არაფრის მომცემი არ არის თუ არ დაგღუპავს და არ გაგინადგურებს ფსიქიკას ხო და ამიტომ ჩემი აზრი არის ესეთი რა მე ჩემი ქვეყნიდან იმიტომ წამოვედი რომ მე მანდ ჩემი ესეც ვიტყვი სიმართლე ვერ გავიტანე ბატონო არც გამატანინებდნენ და ამიტომ რო არ დამეკარგა დრო რო არ მომესპო თქვათ ჩემი ცხოვრება და მიმეცა შანსი ჩემი რაღაც ნიჭების განვითარებას აი მაგიტომ წამოვედი ბატონო არანაირი ის არა მაგ და ჩემ თავზე ვერ ვიტყვი პატრიოტი მე არა ვარ მე რა თქმა უნდა პატივს ვცემ ბატონო ჩემ ქვეყანას პატივს ვცემ თქვათ იმ ადამიანებს ვინც რაღაცა წვლილი შეიტანეს რაღაცა ადამიანებს დაეხმარნენ აი ამას უფრო აქცენტირებ ის ადამიანები კი არა რომლებსაც მთავრობა განავითარა და ეს არა ადამიანებს ვინც დაეხმარა და ხელი მოუმართა ასეთ ხალხს პატივს ვცემ მაგრამ როგორც ასეთი ეხა მეფომანია და ეგეთი რაღაცეები სამწუხაროდ მე ამ გვერდზე ამას ვერ ნახავთ იმიტომ რომ ჩემში ეს არძის ისტორია მე ვფიქრობ ისტორიას წერს ბატონო მეფე ან ვიღაცა ვინც როგორც ეტყვის ისე დააწერინებს იქ რა თქმა უნდა მთელი სიმართლეები არ იქნება გალამაზებული იქნება რა თქმა უნდა მტერიც აკეთებს იმას რომ გაგიყალბოს კი არა გაგილამაზოს აი გაგაგიჟოს ისტორიით რომ აუ ჩვენ იცი რა მაგრები ვიყავით რაღაც აი ეს მტერმა შეგვიშალა ხელი თორე მარსზე უკვე ოხრახუშ და პრას მოვიყვანდით არის ესეთი მიმდინარეობებიც მაგრამ მე ამას არ მიყვები არც რაღაც ეროვნული გაერთიანებები და რაღაცეები არ მინდა რა ეს არაფრის მომტანი არ არის უბრალოდ ვიცი ეს ყველაფერი როგორ მთავრდება ხო და ამიტომ ჩემი აზრი არის ესეთი და ქართველების და კიდე ახლა რუსები თუ შეხვდებიან რუსებს კი ვეთქვი და გაიგონებენ არ გაიგონებენ და ეგ ჩემი პრობლემა არ არის ისე ვამბობ უბრალოდ თუ ცხოვრობ ბატონო შენი ქვეყნიდან ემიგრაციაში ხარ ხო იმ ქვეყანას პატივი ეცი სადაც მიგიღეს ბატონო რომელთაც მაგალითად ისინი ვალდებულები არ იყვნენ კი ბატონო კი მუშახელი უნდათ ბატონო იქ უნდათ რა თქმა უნდა მოგივლიან კიდევაც ისე როგორც საჭიროა რომ ხო იმუშაო მაგრამ ისე ვამბობ უბრალოდ თუ ლანძღავ და არ მოგწონს სახაურობა წადი სახლში არანაირი პრობლემა არ არის და თუ რამე არ მოგწონს ეცადე ან გამოასწორო ან გაჩუმდი რა და всё ამით დაამთავრე იმიტომ რომ მე ვფიქრობ რომ არ არის სწორი რა სადაც ცხოვრობ იმ ადგილზე ნაგავი და საზიზღრები წადი მე სახლში ვინ გაჩერებს საერთოდ ამათმა დაგიძახეს ჩამოდი აქეთო ხო არ დაუძახიათ არა შენ თვითონ წახვედი და всё მორჩა და წავიდნენ კიდე ბევრი არიან რა და ამიტომ არ არის რა რაღაც ანუ მე ვფიქრობ ეს ლამაზად არ ჯდება და კიდე ერთი ამბავი მინდა მოვყვე რომ რუსი ბლოგერი იყო მაგალითად რომელიც აი წყალი რო წყალია დასალევი იმიდან დაწყებული და დამთავრებული მდინარეების სხვათაშორის საფრანგეთსაც აქვს ლუქსემბურგსაც სხვათაშორის მარტო საქართველოში არაა მდინარეები და გამიკვირდა სხვათაშორის რომ ხო საფრანგეთის მდინარეები ქონია რა მე მეგონა ჩვენი წყლები მიქ მოხონდათ აქ და ლუქსემბურგსაც სხვათაშორის
ხო და აი ესეთი მომენტი არის, რომ ლანძღავს ეს ქალი ყველაფერს. სამედიცინო კუთხით რაღაცა, სამედიცინო კუთხით გერმანიიდან ხალხი მოდის, იმაში საფრანგეთში და ლუქსემბურგიდან საფრანგეთში მიდის ხალხი ოპერაციის გასაკეთებლად. ქირურგები და ისინი ყავთ, რა ვიცი, ფრინავენ. ლეგოსავით დახშლიან და აღწყობენ თუ აგაწყობენ თუ რამეა და ლანძღვა ერთი ამბავი, ხო და პრეფექტურაში ბატონო მივიდა წერილი, რომ შეამოწმეთ ერთი ეს ადამიანი რეებს ყვება საერთოდ. მოიყვანეს თარჯიმანი ბატონო დაждდნენ წყლარაჩვი და გადათარგმნეს ამ ქალის ნაბოდვარი და ჩემოდანი ხელში და ფულიც მისცეს და გაუშვეს რუსეთში. ეხა იქ იყოს იქიდან და მე სხვადასხვა შორის გახარა ხო იმედან ინტერნეტში ვციდან ალბათ არ წხვენიან აზრი აღარ აქვს უკვე. შეასრულა თავისი დავალება რა. მადლობა თქვით. ჩემი აზრი არის ესეთი. გამართლებაზეც არის რა თქმა უნდა ეხა მე ვიცი ადამიანები რომლებიც მაგალითად რეგიონი მოუწიათ ისეთი სადაც აი ღვთის წყალობით ყველაფერი კარგად არის. არის რეგიონები რომლებსაც მაგალითად სხვანაირი განვითარებები და სხვანაირი მიმართულებები აქვს. ბატონო იქ ცოტა ხო ძნელი არის რა ეხლა და მე ჩემი იმით ვამბობ. მე მადლობის მეტი იმ ქვეყნებში სხვადასხვა ბელარუსიაზეც მადლობა მეთქმის რომ მე იქ მაგალითად ჭერი მქონდა რა. მაგრამ ეხლა თვითონ ბელარუსია რა ქვეყანაა და რატომ არ გავჩერდი და ასე შემდეგ ამას მე მოვყვები. ხო და ამიტომ დააფასეთ ის ადგილი სადაც მიგიღეს ბატონო და მეორე ყველაზე მთავარი რომ ეს ხალხი ვალდებული საერთოდ არ არის რომ გადაყოლენ. შენ თვითონ ჩამოხვედი და არა ამათ დაუძახიეთ შენთვის რომ წამოდი ჩემთანო რა. ხო და დანარჩენი რა ვიცი. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ და შემდეგ შეხვედრამდე.